ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურაბ კვანჭახაძე. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. გამარჯობათ, მეგობრებო, არხი გამწერება კალბახა. გამარჯობათ. მოკლედ მეგობრებო, ვიარეთ და ბოლოს აი ახ მოვეთ ისევ ბატონ თემურისთან. გამარჯობა, მოგესალმებით. თანების მაღაზიაში ვარ და ბატონო თემურ, აი ის მოვიტანე. აი ნახეთ რა. არის ესეთი წიგნი. ქვია გამოფენა იყო დანების ნაივ შოუ და ნაივ შოუში ანუ დანების მონაწილეთა კატალოგი, ხო? ხო. ანუ ამ კატალოგებს ყიდით აქ. კი, გვაქვს ესენი მოვიტანეს ბიჭებმა. ჩვენი მაღაზიაც ასხაც შორს დაგეჭდილი მათ. ой, ძალიან მაგარია. ანუ რო იცოდეთ რა, აქ მარტო დანები არა, შეგიძლიათ ესეთი კატალოგი იყიდოთ და მე ვამაყობ იმითი რომ ძალიან კარგად ასხაც შორს შესრულებული რა. მეც სადღაცა უნდა ვნახო ისიც რომ აი ესე. მეც მოხდი ამ კატალოგში როგორც დამამზადებელი ცივი იარაღის და მოხდა აი ესეთი კომპანია ქართველების აი ესეთი ძალიან მაგარი ფიგურები. ხოდა გადავწყვიტე თქვენთან შემოვიტანოთ. ძალიან გამოხარეთ. ძალიან კარგია ესეთი რამე, ეს გამოწყება ქართული ჩვენ მაღაზიაში რო დაგვემატება. ხო რა, ეს არის სულთა ეთნო ფიგურებია. ვეცადეთ მაქსიმალურად ყოფილიყო რეალისტური, აი ახლა ნახეთ. ანუ ეს ქართველი კეპკითა და იმითი გალინა ივანოვნო ხაჩუ და რამე ეგრე გვიყურებენ რა. ანუ სუვენირები თითქმის ნორმალური, რასაც ქვია რომ ეპასუხებოდეს იმას, რომ ჩვენი წინაპარი როგორი იყო, თითქმის არ არის. ან თუ არის სათითაო და ძალიან ისეთი. არარეალისტური. ეს არის 3D პრინტერზე დაბეჭდილი, ოღონდ რაღაცნაირი უცნაური პრინტერი იყო და მე ხელით არის დახატული. ხა წარმოიდგინეთ, ამის სახე არის 2 მმ და აი ეგ ალაგია იმებში, აი გამოვიღოთ აბა ერთ წელი იმებშიც არის რა ქვია. აი გინდა წვანე ჩოხიანი. ხო? აი ესეთ რამეშია. ეს შუშა. აქ აწერია ქართველები, უკნიდან აქვს შტრიხ-კოდი. ანუ ამაზე თქვათ ვიღაცა საჩუქეთ არ ვიცი, იტალიელია, შეიძლება ნორვეგიელია, რო გაიგოს რა არის, ამაზე შტრიხ-კოდზე დაასკანერებს და პირდაპირ შევა გვერდზე, სადაც არის ქართული ფოლკლორი, ცეკვა, სასახლეები, ციხესიმაგრეები, ანუ დოკუმენტური ფილმები ქართველებზე რა. რო ვიღაცას ვაჩუქოთ, რავი, ნახევარი საქართველოს საიდან და როგორ მოდის? ხო, ნახევარი საქართველოს საზღვარგარეთ არის რა და ძალიან მაგარია. აი კი თამარ დაცულიც არის ამით ხო ბატონო ზურა ძალიან კარგია. იმპერი არ დაუ არაფერი. დაედება და რაღაც ბავშვი. ერთადერთია რომ ეს შუშა და უნდა დაგივარდეს რა შეიძლება. ხო, ახლა უნდა გაუფრთხილდეს ისეთი ნივთია რომ უკვე ხო, შეიძლება დავარდეს და გატყდეს. თამადა გვაქვს გაკეთებული ძალიან მაგარი, აი ეს ქართველების თამადაზე გაავისაქენი რა ყურადღება, გაავისაქენი, გაამახვილი, ეგ არის ზუსტი ასლი. ეგას ფაიფური არა, რაღაცა ნივთიერებისგან არის გაკეთებული რა. ადვილად არ ატყდება, მაგრამ ეხლა არ უნდა ეჩა. ეს არის ხელით მოხატული, ხო ბატონო? კი, ეს მერე მხატვარი და ჩვენ აი ხო. რამდენი დეტალია წვრილმა რო ვაკვირდები ხა სახის ნაკვთებს ყველაფერს ეს ჩოხაზეს. თან არც ერთმანეთს არ აკავს. ანუ რო დააკვირდე. უზუსტად იდენტური ვერ იქნება, იმიტომ რომ ხელით არ გახატული. გულითაც ვერ გააკეთებ, ხო. ანუ ეს არის ერთფერში გაკეთებული და მე აი ესეთი აი შეხედეთ. მაგალითად ახლა წითელჩოხიანი არ არის, ახ არის წითელჩოხიანი, თეთრჩოხიანია. კიდე შეგიძლიათ უთხრათ რანაირ ჩოხიანი იქნება. სავარაუდოდ კიდე გავაკეთებთ ხევსურს, გურულს, სვანს. იმერეს ამპედით კიდე. იმერეს გავაკეთებ და ხო, გურული და ხევსური ცოტა რთული გასაკეთები, უფრო მეტი ხატვა. მაგარია, ყველა კუთხე გვექნება რა. ეს ის 150 ლარი. თითო ფიგურა. და რავი, თუ მობრძანდებით, სად არის მისამართი აქ, როგორ უნდა მოვა? წერეთლის პირველი ნომერია, დინამოს სტადიონის მოპირდაპირედ ზუსტად, სავაჭრო ცენტრი, პანდა, მაღაზია 26. ან Google Maps-ში პირდაპირ შეგიძლიათ ჩაწეროთ Blades-ში და ნახოთ ლოკაციას, მაღაზიის სურათებს, ყველაფერს და თვითონ ამ ვიდეოს აღწერაში დავდებ მე, იმას რა ქვია.
იოლი მოსასვლელია თქვენი საიტს ხო კი ადვილად მოაგნებ და რა ჩვენ საიტზეც არის ლოკაცია პირდაპირ მითითებული ნახავენ მარტივად რა ლამაზე ვიეცა ჩემთვის უჩუქებინათ მე ძალიან გამიხარდებოდა ეგეთი რაღაცა ნამდვილად ერთი ცალი ფიგურა ჩვენი მიდანას გადავეცით პლეიჯი საჩუქრად ურმესი მადლობა საპატიო ადგილს დაიკავეს ჩვენ მაღაზიას სულ ჩვენთან იქნება და ვიამაყებთ რომ ქართულია და ქართველის გაკეთებული და დახატული და ასე შემდეგ და ურმესი მადლობა ჩინური ნაგავდა რაღაც არ არის ჩვენ ვაკეთებთ და რა არის ის საჩუქრად არის ძალიან მაგარი რა მარტო საზღვარგარეთ არა იქ არ მინდიხარ ხო რაღაც ვისკის ყიდოს არაჯობია რომ აი ესეთი ძალიან მაგარი ფიგურა ბატონო დარჩება სამუდამოდ როგორ ვისკსაც გააჩნია ის ვისკის მოყვარული ეგრეს მეიტყვი რო ეხლა 5000 ლარიანი ვისკი თუ მოგართეს ხო მაგრამ იქნებ მოყვარულია მაშინ ვისკი და ფიგურა ერთად ყველაზე ოპტიმალური მაშინ აი თუ მაგდენი ფული და 5000-იანი ვისაც 150 ლარიანი მას ჩაუდებ და შოტლანდიას და მე პირადად სასმელზე მეტად ბევრად გამიხარდებოდა მსგავს საჩუქარი. ეხლა ინდივიდუალურია ვიღაცა სასმელი ყველაფერს ურჩევნია, მაგრამ თან შეგიძლიათ უთხრათ რომ აგერ კატალოგიდან არის მართლა კატალოგიდან არის ჩვენი მინდან და რავი რა ქართული რეწვის ერთ-ერთი მე ვფიქრობ ძალიან მაგარი წარმომადგენელია. ღმერთს მაქნას თუ სხვებას მოგვაძონ დაამზადონ ესეთი რაღაცები, იმიტომ რომ ამოვიდა რა ყელში ეს ღიპიანი მიტო გაკეთებული კეპკიანი გივი რაღაც ულვაშებიანი რა ანტიპიარია ეგ რეალურად და ჩვენი სუვენირები რაც არის სუვენირები ქართული ადამიანის სახე ეგ ნამდვილად არის. როგორც რუსები ხედავენ, ეგეთ სუვენირებიც არის. სირცხვილია. ხო, სირცხვილია. ხო და რავი, გამოვასწორეთ რა. თუ სურვილი გექნება და დაინტერესებით, შემოგბრძანდით პლეიჯზე. ქვემოთ იქნება ვიდეოს აღწერაში. თუ წიგნი თვითონ ეს წიგნი გინდათ, თქვათ, კატალოგი 21 საუკუნის დასაწყისში რა ოსტატები იყვნენ. შეგიძლიათ ეს წიგნიც აქ შეიძინოთ თვითონ დანების მაღაზიაში. კი, სამის ღირებულება 200 ლარია. აჰა, წიგნის ხო? კი. და ეს ფიგურები აუ, თამადაც აი რავი, ეს თამადა არის ზუსტი ასლი ახლა ჩვენე რა მინდა რომ ისახნა. ან გამოიგე. აჰა. ოპერატორი ვეღარ მოვიდა ახლა, მაგრამ აი ნახეთ. აი ესეთი ტიპია, ეს შეგიძლია მოხსნათ. და ვისაც დალევა გიყვართ, ეს არის მგონი 5000 წლის ზუსტად არ მახსოვს. ბრინჯაოს ხანის დროინდელი ის არის რა ქვია ფიგურა. არა, სამეგრელოში არ იბონეს, იმერეთში იბონეს. გონი. ვანში იბონეს, ხო? და ზუსტი ასლი არის აი ესეთი ხელში ყანწი უჭირავს თამადა მერე დაარქვეს. ბრინჯაოსი უფრო გონი პატარა ამაზე, მაგრამ ნუ ზუსტი ასლია რა, რო იცოდით ამას თავის ისტორია აქვს. თუ შეხვალთ აი ამის თაობაზე შეგიძლიათ მე ინფორმაცია მოიწევთ, ხო? კი ბატონო. ანუ თამადაზე გვაქვს ბრინჯაოს ხანის დროინდელი მე-12 საუკუნის თამარ დედოფალი იმისი პაპა და შოთა რუსთაველი დანარჩენი სხვა ფიგურებია სხვადასხვა ფერის ჩოხები არის თეთრი მოგეთ რომელიც გინდათ ან შეგიძლიათ თქვა შეკვეთა მოგცეთ 10 გინდათ 20 გინდათ ესე არ არის იმათ ელაგოთ ესენი ვინც ამზადებს მაგრამ დრო დაჭირდება ალბათ ამზადებას რა ხო კი ბატონო თუ რამოდენიმე მაგის შესაძლებლობაც იქნება თუ მობრძანდებით ამ მაღაზიაში ხო თვითონ შეგიძლიათ თქვენი თვალი დარწმუნდეთ და სად ნანახი ხლა ვიდეო და სად კიდე ნუ ოფიციალურად მიხოდა ხო მე მიჩვენე ხოლმე ხელი მოგდა არის ესე მდგომარეობა შუშა შეგიძლიათ პირდაპირ იყიდოთ აი ესეთი ყუთით აი ესეთი ყუთი იდება თავისი იმითი რაღაც დარბილება რო არის მოძრაობს დააფარებთ ამაზე მოდან და აჩუქებთ ეთილი აჰა დიდი მადლობა რომ თქვენთან ასევე მადლობა მეგობრებისთვის და ყველაფრისთვის ძალიან კარგი მოკლედ გელოდებით მობძანდით და ბატონო დავით ჩერასი მე საინტერესოა და მოკლედ აი ეს ფიგურები არის აქ და მობძანდით და რა ვიცი სასაჩუქრად იდეალურია კი ბატონო კარგად განდებოდეთ შემდეგ ვიდეო